მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა ვნახოთ ახლა ჩვენ პროგნოზი მომდევნო კვირისთვის. აქ ექნება სიგნიფიკაცია, როგორც ყოველთვის, რომ თქვენ ეცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა და შემდეგ უკვე ვნახოთ რა ენერგიები და სამი სფერო გვაქვს ჩვენ. აქ კარიერა, ანუ სამსახური, ვის რა გაქვთ, ხო? მერე ფინანსები და ურთიერთობა ვნახოთ. აბა ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა, პირველ რიგში რა ენერგიებში ხართ ახლა. Так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ მომდევნო კვირის ენერგიას. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღება? ვნახოთ. და ეხლა რაც ეხება კარიერას, ეხლა ძალიან საინტერესო პერიოდი მოდის. როგორც ვიცით, ჩვენ ვაფშე ეს წელიწადი ძალიან საინტერესო არის, ბევრი რაღაცები იცვლება და ვნახოთ ამიტომ რა უკვე მიდის და რა უნდა მოვიდეს, რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენ საქმიანობაში, ხო? შემდეგი ვნახოთ ჩვენ ფინანსებში რა მიდის, რა გემსახურებათ, რა მოდის. და ურთიერთობაშიც ვნახოთ რა მომდევნო კვირაში უნდა წავიდეს და რა უნდა გაგახაროთ, ხო? ჩვენ პოზიტიურად გვინდა განწყობა. რა მიდის, რა აღარ გჭირდებათ, რა ენერგიები და რა მოდის. Всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. Всё. აბა ვნახოთ ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. მე აქ რაღაც ძალიან ისეთი ენერგიები გაქვთ, რაღაც ძალიან კარგი. შეიძლება ზოგს ახლა რაღაცა სიხარული გაქვთ და ბედნიერება შვილებთან, ვიღაცასთან შეხვედრა შეიძლება გქონდეთ ძალიან ისეთი სულიერი. არის როგორ იცით, შეიძლება რამე საჩუქარი გაუკეთეთ თქვენი შვილებისთვის. ზოგისთვის აქ შეიძლება მოიპოვოთ ვიღაცამ ისეთი საქმე, რომელიც ნამდვილად უხარია, მოსწონს და გახარებული ხართ რა. პლუს კიდე შეიძლება ზოგი ახლა თქვათ შეიძლება ზოგთან შეხვედრა გქონდათ ძალიან კარგი, თქვათ მეგობრებთან, აი ისე თქვათ ათესავებთან, ან უბრალოდ თქვენ გრძნობთ თავს, თქვენ თავთან ძალიან კარგად. აი რაღაც კმაყოფილი ხართ, რაღაც შეიძლება ბევრ დროს თქვენს თავს უთმობთ, შეიძლება ხო გინდან შვილებთან კარგი კომუნიკაცია გაქვთ. ყველა ვარიანტში აი აქ ახლა როგორ არის, იცით, თითქმის შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ძალიან კარგი ენერგიაში ხართ, კი? ვიღაცას ძალიან გიხარია თქვენ, აი ნამდვილად შეიძლება ვიღაცამ დაიწყეთ სწავლა, ან დაიწყეთ ნახეთ რა. ფულადის შემოსვლა არის უკვე თქვენთან იმ საქმედან, რომელიც თქვენ გსიამოვნებთ. ვიღაცა სხვათა შორის შეიძლება მიიღო მემკვიდრეობით რამე, თქვათ მშობლებისგან რამე დაუშვათ, ხო? ან თანხები მოვიდა. შეიძლება ზოგს, აი თქვათ შეაგროვეთ ფული იმისათვის, რომ თქვენს შვილს ესწავლა იქ, სადაც თქვათ დიდი ხანია უნდოდა. აი ესეთი სიგნიფიკაცია. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა გელოდება თქვენ მომდევნო კვირაში. აქ ვიღაცამ გეუბნებით, რომ აი ძალიან შეიძლება და სწავლა დაიწყეთ, ისეთი ინფორმაცია მოიპოვეთ, რომელიც ძალიან თქვენ აი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა ნახეთ რა ხდება აქ. ძალიან მაგარი ენერგიები მოდის რა. ანუ თითქოს გამარჯვებული ხარ, თქვენ მოერევით რაღაცა პრობლემებს, რომელიც შეიძლება კიდე გქონდეთ, შეიძლება გაუგებრობა იყო რამეში. აქ კიდე ნახეთ რა არის. შეიძლება თქვენ ნახეთ ვიღაცამ დაუშვათ ის ადამიანი, რომელიც თქვენ გინდათ რომ იყოს, თქვათ, დაუშვათ თქვენი მენტორი, თქვენი მასწავლებელი, ხო? მაგრამ ძალიან მოგწონთ, მაგრამ შეიძლება გქონდეთ რამე თქვათ, მაინც კიდე მერყეობა მჭირდება, არ მჭირდება და მინდა ავირჩიო, არ ავირჩიო, რომ მომეწონა, მაგრამ არ ვიცი ჯერ თქვათ, ხო? მაგრამ ეს
ამას თქვენ მოერევეთ. ეს თუ დაუშვათ აქტუალურია თქვენთვის, მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც რაც თქვენ გაწუხებდათ, რაზეც იყო სიტუაცია გაურკვეველი, რასაც თქვენ გინდოდათ მოშორება, ხო არის ზოგჯერ ესეთი ნერვიულობა ან სიტუაცია ან პრობლემა, რომ მინდა რომ მომშორდეს, უკვე აღარ შემიძლია რა, აღარ მინდა მაგაზე ვიფიქრო, თქვათ რაღაც სანერვიულო რამე იყო. იცოდეთ თქვენ მაგას მოერევეთ, გამოხვალთ, გამარჯვებული, ნახოთ ახლა რომელ სფეროში შეიძლება ეს იყოს ეს სიტუაცია, მაგრამ ის რომ გამარჯვებულის ენერგია გაგდეს არის უკვე უეჭველი, რაღაც სიძლიერე გეძლევათ, რომელიც თქვათ შეიძლება თქვენ გააკლდათ რა ცოტა. ვნახოთ, აბა რა მიდის. სამსახურის თემაზე, თუ დაუშვათ რამე იყო პრობლემა, ხო? არ გამოგდიოდეთ, შეიძლება დაუშვათ ახლა მუშაობდით, შეიძლება დაკარგეთ სამსახური, ან ნერვიულობდით სამსახურზე, თქვათ, რომ ხა ვერ პოვლობ, ხო? ინფორმაციას თქვათ შეიძლება დაუშვათ მივედი სამსახურში, რაღაცა მე არ გამომივიდა, ან დაუშვათ ახლა მინდოდა თქვათ სწავლა ვერ ვისწავლო, რაღაც ეგეთი მომენტები რა, შეიძლება კლიენტებთან მუშაობ და თქვათ ახლა მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ რაღაცა არ შემოდიან იმდენი ისეთი ნაკადი, როგორც თქვენ გინდოდათ და ყოველ შემთხვევაში რაღაცა იყო აქ სიტუაცია, რომელიც თქვენ გულს გტკენდათ და რა, რომ თქვენ შეიძლება თქვენს პოტენციალს დებთ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ არ გამოდიოდა რაღაცა პრობლემები იყო, რომელიც თქვენ ნამდვილად მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს სიტუაცია, რომელიც გულს გტკენდათ თქვენ სამსახურებრივ თქვათ თემაში რა, ანუ საქმიანობაში, ხო? ან სწავლას რაც ეხება, შეიძლება თქვათ ვერ ჩააბარეთ და უშუალოდ რაღაცა გამოცდა, ხო? ეს ყველაფერი მიდის, ან არ გამომდის თქვათ რაღაცა, ხო? ეს არის. ახლა ნახოთ რა მოდის. სიტუაცია იცვლება, თან ძალიან კარგად თქვენთვის სასარგებლოდ იცვლება. და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აქ თითქოს ვინც მუშაობ თქვათ კლიენტებთან ნაკადი წამოვა თქვენსკენ და ძალიან კმაყოფილი იქნებით. აქ შეიძლება თქვენ ნახეთ, თუ დაუშვათ მართლა ეძებდეთ რამე თქვათ ან კურსებს ან სასწავლებლად, ახლა შეიძლება პერიოდი ისეთია, რომ თქვენი შვილისთვის თქვენ დაუშვათ ეძებთ რამე სასწავლებელს, ხო? ან ფიქრობთ სად უნდა ჩააბაროს სხვათა შორის, აქ ეს ძალიან კარგი პოზიცია, იცით ვისთვის? გეტყვით რომ თუ დაუშვათ ახლა თქვენი შვილი აბარებს, ან თქვენ თვითონ გინდა ჩააბაროთ სადმე, ან ცოდნა გინდათ შეიძინოთ და ეძებთ, თქვათ, ან კარგ სასწავლებელს, ან დაუშვათ სად უნდა ვისწავლო, ან თქვათ რა მიმართულება ავირჩიო, ან ჩემ შვილს რა ავურჩიო, ამისათვის ძალიან კარგი არის ბედის მატრიცის გადახევა. რატო ნახვა? მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ გადამირჩენია ბავშვები მშობლებისგან, მოდით ასე რომ ვთქვა, რომ მშობელის გონია, რომ ჩემ შვილს ეს ნიჭი აქვს, იქ უნდა წავიდეს და ბავშვს სხვა რაღაცა აინტერესებს და გქონდათ ეგეთი მომენტები, რომ თქვათ, მაგის გამო კონფლიქტი შეიძლება даже გქონდათ, მიხვდეთ? და ამიტომ მატრიცაში არის ხო ბევრი ინფორმაცია საერთოდ იმაზე, რომ თქვათ, რა რესურსით ხარ მოსული, რა ნიჭი გაქვს, სად უნდა განვითარდე, რა არ არის საერთოდ შენთვის მისაღები, ხო? შეიძლება ზოგ მამებში დინასტია უნდა გააგრძელოს და ასე შემდეგ, ანუ რა მოგიტანს თქვათ შენ სამომავლოდ, ანუ განვითარებას და ეს ძალიან კარგი არის, მე თვითონ მაგ გაკეთებული, ჩემი შვილიშვილებისთვისაც ხო და ძალიან საინტერესო, როცა შენ უყურებ, რომ სხვა დროს შეიძლება ეტყოდე, რომ ეს ბავშვი რა არის, ახლა მარტო ხატას წექოს და მღერის სიტყვაზე, ხო? სინამდვილეში ახლა რო უყურებ, ვიცი რომ თქვათ, ახლა ასე აქ ამისი მიდრიკილება თან მატრიცაშიც ეს არის გამოხატული, რომ ეს უნდა აუცილებლად თქვათ, სული მოვიდა იმისთვის, რომ მის რეალიზება გააკეთოს, თან ახლა იქ ბევრი რაღაცა ვარიანტებიც არის რა, რომ ჩვენ ახლა მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ ახლა ბევრ რაღაცებით ვინტერესდებით რა, მაგრამ ზოგჯერ კითხვა გვებადება, რატო ეს მაინტერესებს, რატო ეს მიზიდავს, ხო? რატო მაინც და მაინც თქვათ, ახლა მე ეს საერთოდ ახლა შეიძლება даже საგვარეულოშიც არავინ არ იყოს და მაინც და მაინც თქვათ, ჩემ შვილს ეს აინტერესებს, ხო? ან ვის
იზგავს ეს ბავშვი ხა ასეთი სიტყვაზე, ხო? ამიტომ ძალიან კარგია რომ გაუკეთოთ თქვენ შვილებსაც, გაიგოთ, ანუ და ის უფრო მერე გაუადვილებთ თქვენ ცხოვრებას, თქვენ შვილებს, შვილიშვილებს, თუნდაც თქვენ თვითონ თუ გახართ იმ გზაზე, რომ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აი ეს ეტაპობრივად, ახლა უკვე თქვენ ვინც დიდი ხანია ხართ ჩემთან, იცით რომ მეც ახლა მთელი ცხოვრება ვიყავი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და აგერ მოხდა ისე რომ საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შევედი ეზოტერიკაში და აჰა რომ ადრეცა რომ გავაკეთე, მივხვდი რომ ჩემი სული მოვიდა ამისთვის, ჯერ გამოცდილება, გრებდა რაღაცა გამოცდილებას და მე ეს გამოცდილება ახლა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ დაეხმარო სხვა ადამიანებს. გამიგეთ და ეს საქმე არის, რომელიც შენ გიყვარს, იმიტომ რომ მასწავლებლობა, რა თქმა უნდა, ჩემი აკადემია ვასწავლე, ხოლო ახლა უკვე სხვა რაღაცა, ანუ თქვათ, სიღრმეს დავუშვათ ადამიანებს, ვაძლევ ბევრ ასპექტებზე, ხო? აი ნახეთ როგორ ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, როცა საერთოდ არც უფიქრია. აი ეს არის და ამიტომ ნებისმიერ საკში ძალიან კარგია რომ თქვენ ნახოთ რა რესურსი მაქვს, რა ნიჭი მაქვს, აი თქვათ ფულის კარმა რა მაქვს, აი ფული საიდან შეიძლება შემოვიდეს ხო შენ ცხოვრებაში, ანუ რა დანიშნულება მაქვს პირადად. აი აქ ხა იმ ადამიანებისთვის ვინც გაიგებს ამას ძალიან დიდი წინსვლა ექნება, იმიტომ რომ გმაყოფილი იქნებით იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციასაც თქვენ მიიღებთ აქ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგი იტყოს რომ აი კიდევ კაი რომ გავიგე ეს ინფორმაცია, რომელიც მე დიდი ხანია რაღაცა მაწუხებდა და ეხლა უკვე აღარ მაქვს უყო, იმიტომ რომ მივხვდი ჩემი სიძლიერე სად არის და ამიტომ შემიძლია უკვე გამარჯვებული რატო ვარ, იმიტომ რომ გავიგე პასუხები ვიპოვე, ხო, ჩემ კითხვებზე, რომელიც მე მაწუხებდა აქამდე და ამიტომ უკვე აღარ ვინერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი სად უნდა წავიდე იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, გამიგეთ, იმიტომ რომ როცა შენ გაქვს საქმე, რომელიც შენ გიყვარს, რომელიც შენ მოგწონს, რომელიც შენ გიზიდავს, რომელიც შენ განიჭებს რაღაც აი ბედნიერებას, აი მაგ შემთხვევაში ფულიც გექნება და სიხარულიც და ბედნიერება ყველა, იმიტომ რატო ვიღებ ხოლმე ამ სამ სპექტრს. ნუ აქ მეოთხეც არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, უბრალოდ მე ჯანმრთელობაზე არ ვშლი და ისე რა ქვია, ექიმი რო ვიყო, შეიძლება გავშლიდე, მაგრამ არ ვიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას, ხოლოდ მატრიცით შემიძლია კიდე უთხრა რაღაცა. თქვათ შეიძლება არის რაღაც საგვარეულოს თქვათ დაავადებები და რაღაცები, მაგრამ ეს სამი სფერო როცა გაქვს შენ ერთიან დაბალანსებული, აი მაშინ ხარ ბედნიერი. გამიგეთ, იმიტომ ვაკეთებ ასეთ გაშლას უშუალოდ იმ ამ სფეროებზე, რომ ამით დაგეხმაროთ, მაგრამ უფრო ღრმად თუ გინდა თქვენს თავს დაეხმაროთ, ძალიან კარგია რომ იცოდეთ თქვენი სულის გზა. ეხლა ფინანსებში იყო რაღაცა სიტუაციები, რომელიც ეხლა მიდის, ნახეთ, თუ დაუშვათ ელოდებოდით რამე და არ მოდიოდა, თუ დაუშვათ შეიძლება ხარჯი გქონდათ არასწორი დაუშვათ, ხო, თუ ვიღაცა მოგატყუათ შეიძლება ფინანსებში, ხო? შეიძლება რაღაცა კინაღა მოხდეთ რამე მახეში, ხო? ანუ თქვათ, ნუ დაუშვათ გთავაზობდა ვიღაცა, რომ მოდი გავაკეთოთ აი ესეთი საქმე, ესეთი ბიზნესი და თქვენ ახლა შეიძლება მერყეობდით, ფიქრობდით, რომ აი რა გავაკეთო, ხო? ანუ აქაც შეიძლება ფიქრობდით ინფორმაციას, ეძებდით ღირს არ ღირს და ნამდვილად ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან მიდის რა. რა შემოდის, ნახოთ, აი ნახეთ რა ხდება. შეხედეთ. აქ რამხელა სიუხვე იხსნება, რამხელა. აქ შემოდის რაღაცა ახალი ნაკადი, აქ შემოდის დიდი ფული, აქ შემოდის დიდი ბედნიერება. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება კიდე. ესეთი ფული როდეს შემოდის, იცით, ჩვენ სულ ყველას გვიყვარს, რა თქმა უნდა, სხვისი დახმარება, ხო? მაგრამ მე ყოველთვის გეუბნებით, ფული მოდის იმაზე, არა მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ, შენ გქონდეს, მით უმეტეს ასეთი დიდი ფული, ეს ყოველთვის მოდის იმისათვის, რომ შენ თქვათ, ნუ სხვასაც გაუზიარო. ახლა ნახეთ მაგალითად, აქ როგორი სიტუაცია თქვათ, ახლა ფული რისთვის გჭირდება, რომ ჩვენ რაღაცა შევიძინოთ, ხო? და ანუ ვჭამოთ, თქვათ, გადასახადებები გადავიხადოთ. აი ზუსტად ძალიან კარგი არის, აი აქაც შეიძლება თქვენ რაღაცა გაიგოთ ფულის თემაზე, თქვათ, ან შეიძლება მიხვდებით სიტყვაზე, ხო?
იმაზე, რომ აი ძალიან კარგი მიდგომა არის, რომ ფული უფრო მეტი შემოვიდეს, რომ მე ფული იმისთვის მინდა, რომ მე უფრო მეტ ადამიანს გავახარებ რითი. მივალ მაღაზიაში ვიყიდე კაი თანისამოს, ხო? იმ გამყიდველს ხო გავახარებ, იმიტომ რომ იმან მოიტანა თქვათ ეს თანისამოსი და მე ვიყიდე, მას მივეცი ფული. ანუ ფულს გზას აძლევთ, მიხვდეთ? რომ მე ჩემთან მოდის ფული, მაგრამ მე მაგას ვაძლევ გზას. დაუშვათ, თქვათ გადასახადები გადავიხადე ის ადამიანები, ვინც მე მსახურებს მე იმაში, რომ მე შუქი მქონდეს, წყალი მქონდეს, გაზი მქონდეს, მე მაგათ ეს გადასახადები გადავიხადე და ის იმ ადამიანებმა მიიღეს ხელფასები და თავისი ოჯახებიც თქვათ აჭამეს, ასვეს და ჩააცვეს და ახუროს. ხო მიხვდეთ? აი როცა თქვათ აი ასე ჩვენ ვფიქრობთ, ხო, უფრო მეტი შემოდის ფული ჩვენთან. ან დაუშვათ თქვენ ხარ და თქვათ რამე გაქვთ ესეთი პროფესია, დამხმარის პროფესია და ელოდებით თქვათ კლიენტები, ან გინდათ რომ შემოვიდეს კლიენტები, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ რომ რა შემიძლია კიდე გავაკეთო ჩემი თქვათ ახლა იმ კლიენტებისთვის, რომ აი კომფორტი გქონდეს, ხო? რომ ანუ მე მინდა მე მაგალითად ყოველთვის ვიძახი, რომ მე მინდა რომ ჩემს მოსწავლეებს, ჩემს კლიენტებს, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ ჩემგან მიიღოს კონსულტაცია, ან დაუშვათ ჩემთან მიიღოს სწავლა, ღმერთმა მისცეს ფული, ხო? ანუ ესე იგი, როცა ჩვენ აი ასე მჯელობ, რა თქმა უნდა უკვე ეს ანუ უნდა იტრიალოს რა ამ თანხებმა, ხო მიმიხვდეთ რა და ჩვენ როცა იმას ვფიქრობთ, აი ესეთი მიდგომა გვაქვს, ხო? მაგ შემთხვევაში ფული უფრო მეტად მოდის. გამიგეთ? აი აქ შეიძლება თქვენ რაღაცა გაიგებთ, ხო, ფულის თემაზე უფრო გაიაზრებთ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოგივათ აქ თქვენ ძალიან დიდი ფული. და შეიძლება ხო გეუბნებით, რომ აი აქაც არის ვიღაცასთან კიდე ნახათ როგორი მომენტი არის, შეიძლება თქვენ გაქვთ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, რაც თქვენთვის ძალიან ძვირფასია და დაუშვოთ ახლა ну, აი სიტყვაზე გაყიდვა გინდათ, ხო? სიტყვაზე აი რამე ისეთი სახლი შეიძლება საგვარეულო სახლი და აქ ეძლევა დიდი ალბათობა იმაში, რომ აქ ნახათ გამთავისუფლდება მიდის. აი რატომღაც მომივიდა ეს თემა გეტყვით ორი სიტყვით, რომ შეიძლება ადამიანი თქვა დაუშვათ ყიდის სახლს. ეს სახლი არის მამაპაპური სიტყვაზე და ვერ არ იყიდება, რატო არ იყიდება? სულ ყველაფერი ხო არის ენერგია რა. და შეიძლება თქვენი ენერგიით აჩერებთ ამას, არ აძლევთ საშუალებას, რომ წავედით, იმიტომ რომ მენანება ის რაც მე მიყვარს, მიხვდეთ? მენანება ვერ ვაძლევ იმას, მე რაც მინდა. აქ სხვათაშორის ვიღაცას ენანება ცოდნის გაცემა, რო იცოდეთ თქვენ. იმიტომ რომ შევფიქრობთ, რომ კიდე რაღაცა არ ვიცი და ამიტომ ჯერ ვერ გავცემ. ეგაც გაითვალისწინეთ. ხო, ну რაც მოდის გეუბნებით. ამიტომ აი აქ შეიძლება ეს მომენტი ზუსტად თქვენ ახლა რო გაიაზრებთ, რომ თქვა მე რომ მინდა გავყიდო, ხო, მე მჭირდება ფული. ხო? ანუ რისთვის მჭირდება ფული, რომ კიდე რაღაცა გავაკეთო იმისათვის, რომ თქვათ მეც ვიყო კარგად, ჩემი ოჯახიც იყოს კარგად. ამიტომ ეხლა უკვე ეს თქვათ კი მიყვარს ეს დაუშვათ სახლი, მაგრამ რო გავყიდე, უფრო მეტ რაღაცას გავაკეთებ. იმიტომ რომ ნუ ხო არ უნდა ჩერდებოდეს ეხლა ენერგია, ხო ხვდებით რა? შეიძლება დაუშვოთ ეხლა ნუ მოვიდა ის პერიოდი, რომ ეს სახლი სხვას უნდა ემსახუროს და შენ ის ფული რომელსაც აიღებ. ანუ აქ დაფიქრდეთ ხოლმე, როცა რაღაცას აი ესეც აკეთებთ, გინდა მანქანა, რასაც არ უნდა გაყიდოთ რა. ყოველთვის ეს მას ემუშაობს რა. აი აქ რაღაცას გაიგებთ თქვენ და აქ თითქოს შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ანუ კიდე რამე გავაკეთო, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ხო? აი რაღაცა ხერხებს შეიძლება ეძებდეთ აქ და აი აქ მოგივათ ზუსტად თქვენ რაღაცა აქ აზრი, იდეები, მოგივათ სამყაროდან, რომ აი ნამდვილად რაღაცას ახალს даже შეიძლება გააკეთებთ თქვენ და ან ახალი ნაკადი, აი ახალი კიდე რაღაცა გექნებათ შეიძლება ბიზნესი სიტყვაზე, ან ახალი სამსახური, რომელიც იქნება მაღალ ანაზღაურებიანი და თქვენ შეძლებთ, რომ აი დაუშვოთ ახლა კურსი თქვათ გინდათ, ან სწავლა გინდათ, ხო? იმაზე, აი თქვათ დაუშვოთ თქვენ
რაღაცა აერჩიეთ, გინდათ რომ ვისწავლო, ხო? იმას ნუ უყურებთ, თქვენ ვაიმე რა ღირს. ეს არის რა მხელა, რა ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩავდო ამ ხელათან, ამ თქვათ ესთან ხა, ჩემს ისევ წინსვლაზე. გამიგეთ? თუ შენ გიზიდავს რაღაცა, ესე იგი უკვე აი ხა ჩვენ სურვილების ასრულებაზე ხო ვთქვი, რომ მინდა გავაკეთო კიდე ვებინარს გავაკეთებ სულ მალე დაგელაპარაკებით, მაგრამ მე მინდა გავაკეთო ესეთი მინი კურსიც რა, რომ თქვენ დაგანახოთ ეს როგორ მუშაობს რა, როცა შენ სხვანაირი შენი შინაგანი განწყობა რამხელა რაღაცას გაძლევს, გამიგეთ? როგორ ცვლის შენს მდგომარეობას, გინდა სამსახურებრივ რაღაც ცვლის, იგივე ნახა აქ ჩემ მოსწავლეებმა კი მივხვდებიან მე 10 ჯვარი, ხო? ანუ ბედი როგორ მუშაობს, აი აქ მთლიანად გეუბნება, რომ ცოტა შეცვალე შენი მიდგომა, მე რო ვსწავლობ, მე ამ ფულს ჩემში ვდებ, მე რო ამას ვისწავლე, მეც მექნება ცოდნა, მე ამ ცოდნას გავცემ და ამაზეც მეც ახლა სხვებს დავეხმარებე და მე მეც მექნება შემოსავალი, გამიგეთ, ეს ასე მუშაობს. ეს უბრალოდ მაგალითი გითხარით. თუ მუშაობ ოჯახში ვიღაცას უვლი, გააკეთე რამე სასიამოვნო იმ ადამიანისთვის, ის ოჯახის წევრები, ვისაც თქვათ მოხუც თქვენ უვლით, უფრო დაგინახავენ და უფრო მეც თქვათ ახლა, სიტყვაზე ვამბობ ახლა მაგას ზოგადად ახლა პირობითად, რომ თქვათ გიხდეს 50 ევროს შეიძლება 100 ევროს გადაგიხდეს დაუშვათ. მე მივხვდით, ეს ასე გეუბნებით პრინციპს, როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ისე რა ქვია, ჩვენ როცა რა თქმა უნდა, აი აქ ახლა აქაც სხვათა შორის უნდა ნახოთ ხშირ როცა შენ აკეთებ საქმეს, შეიძლება ეს საქმე შენ არ მოგწონს, ხო? მაგრამ ფული გჭირდება. მაინც რამე კარგი იპოვე იმ საქმეში, კარგი რამე დაინახე შენ იმ საქმეში, ხო, შეცვალე მიდგომა შენი შინაგანი, ხო? შეცვალე. და აი დაინახე შენ მაგ საქმეშიც რამე პლუსი, ხო? აი რომ ეს მოხუცი თქვა სიტყვაზე ხა კი არის ცოტა ხასიათი ადამიანი, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ თქვათ მისმა ოჯახმა მე ამირჩია და მომცა საშუალება, რომ მე თქვათ ვიმუშაო და ამ თანხებით მე გავაუმჯობესებ ჩემს ცხოვრებას, გამიგეთ? აი ეს მადლიერება რა, ანუ ის კი არა წუწუნი და ლანძღვა იმ ადამიანების, ხო, აი ეს ასეთია, ისეთია, მე არ გეუბნებით, რომ შეიყვარეთ სიტყვაზე, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდგომა შეცვალეთ მიდგომა და ნახავთ თქვენ როგორ გაგეხსნებათ გზები. და ასე რომ მოკიდოთ ხელი თქვენ ნებისმიერ თქვენ საქმიანობას, რითიც ხართ დაკავებული, ფულის ნაკადე გაგეხსნებათ, იმიტომ რომ მე მე მაძლევ სამყარო. გამიგეთ, აქ შეიძლება ვიღაცას რაღაცა ან ახალი სამსახური, ან ახალი პროექტი, ან რაღაცა იქნება ახალი აგვეჭველი, რაც თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ სიამოვნებას, კმაყოფილების, მე 19 ენერგია არის კიდე რა, რომ მე მარტო ჩემთვის კი არ მინდა, ხო ხდებით, აქ ეგოიზმი კი არ არის, მე მარტო შევცვალოთ მიდგომა, მიხვდით? მარტო ჩემთვის კი არ მინდა, მე სხვისთვისაც მინდა, იმიტომ რომ 19 ენერგია იმას ნიშნავს, რომ მე რომ მაქვს, სხვებიც ვინც არის ჩემს გარშემო, ბედნიერად არიან, ბედნიერები არიან. მე მარტო ჩემთვის კი არა, მე შემიძლია უფრო თქვათ მეტი რაღაცა კიდე გავცე. შეიძლება ზოგი რაღაცა და ძალიან მაგარ შენაძენს გააკეთებ და ამ შენაძენისთვის ან ფიქრობთ რამე შენაძენს, ხო? შენაძენზე და იცოდეთ, რომ თქვენ აუცილებლად გექნებათ ამის საშუალება. აქ ნახეთ კიდე, აი როცა ვიძახე ხოლმე მარცხენა ხელი, როცა გეფხანება, უნდა აკოცო შენ გული და თავზე დაისვა. ეს არის მადლობა. ეს მე სხვათა შორის ვაკეთებ მაგას სულ, მაგრამ ამის წინათ მოვისმინე YouTube-ზე ეს ტიბეტური ეგეთი პრაქტიკა ყოფილა. და მე სადღაც რა თქმა უნდა სადღაც არ სწავლობ რა 1000 კურსებს გავდევარ და სადღაც ეთყობა გავიგე. და და მარჯვენა არის როცა შენ უნდა გასცე. და მე სხვათა შორის ძალიან მიხარია ხოლმე ვიძახე თუ უნდა გავცე, ესე იგი უნდა მომივიდეს, ხო? იმიტომ რომ მე გაცემა ძალიან მიყვარს და იმისთვის რომ გავცე, უნდა მომივიდეს. ანუ რომ მოგივა, შენს გექნება და შესაძლებლობა გეძლება რომ გასცე. გამიგეთ? აი ეგეთი რაღაცები დაფიქრდეთ ხოლმე, ხო? რომ ანუ მე თუ ვიხდი თქვა გადასახადს, მადლობა იმათ, ვინც მე მომაწოდეს დენი, გაზი, შუქი, და ასე შემდეგ. ხო და არა უიმერ ამბავია.
ხო მივხვდეთ. აი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი. ურთიერთობიდან ნერვიულობა. ნუ აქაც ხო ვაჩვენებენ რომ დაძაბულობას მოერევეთ, რაღაცა დაძაბულობას მოერევეთ, თუ რამეზე ნერვიულობდეთ, თუ რამე სანერვიულო გქონდათ, ხო? ურთიერთობაში ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან მიდის, თუ ფიქრი გქონდათ, თუ რამე გაანალიზება გქონდათ, თუ ნერვიულობა გქონდათ, ეს მიდის, ხო? და შემოდის რა? შემოდის უხშაში, მოდის ძალიან კარგი ენერგიები შემოდის. სხვათა შორის, აი, აქ როგორი მომენტი არის, შეიძლება ვიღაცას მოუწევს რაღაც, თქვათ, გადაწყვეტილებას მიიღება, იმიტომ რომ აქ არის ცოტა, ხმალების დედოფალი. აქ შეიძლება თქვათ, თქვენი საყვარელი ადამიანი მოვა თქვენთან ძალიან რაღაცა შეიძლება სერიოზული საუბრით და თქვენ აქ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება. გამიგეთ? კიდე აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? შეიძლება თქვენ რამე საუბარს, სერიოზულ საუბარს აქ დაიწყებთ და ელაპარაკებთ სერიოზულს თქვენს პარტნიორს, მაგრამ აქ როგორი შეიძლება კიდე რა გაარკვევთ აქ, რომ თქვენი ადამიანი, აი ნახეთ, აქ ხო ზოგჯერ ნახეთ ეს ნერვიულობა რას ნიშნავს, ხო? ჩვენ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვნერვიულობთ ისეთ რამეზე, რაც მართლა აი მე როცა ეს სიტუაცია გაერკვევა, იფიქრე, რას ვიკლავდი თავს, ვერ გავიგე, რას ვნერვიულობ, რომ ცოდნო და რომ ასე გაერკვევოდა, ხო ხდებით, მაგრამ ჩვენ წინასწარ ვიცით ხოლმე ნერვიულობა, რა, აი როგორ უთხრა, რანაირად ავუხსნა, როგორ გამიგებს თუ არ გამიგებს, გამიგეთ, ამას როცა თქვენ უკვე აი ფიქრობთ რა, აი ასე როცა ნერვიულობთ, ხო, შეიძლება მერე დაუშვათ ისე უკვე დაიძაბე შენ თვითონ და ამ დროს ადამიანი მშვენივრად კარგად ამას მიიღებს, დაუშვათ, ხო ხდებით რა, ანუ სიყვარულით მიიღებს ამ თქვენ დაუშვათ, თუნდაც ნუ საყვედური ხა არა საჭირო, უფრო საუბარი, უფრო მე რამ ტკივა, ხო, მე რამაც უხებს რო უთხრა, მიხვდეთ და აი ეს აქ რაღაცა შეიძლება გაარკვიოთ თქვენ და აი ეს მომენტი რა, და კიდე აქ რა ხდება მაშინ. აჰა, რაღაცაზე დასვათ ვიღაცა წერტილი, იცით თქვენ? დამივარდა. იცით რა არის აქ? შეიძლება თუ დაუშვათ თქვენ აქ კიდე ვისთვის იქნება ეს კარგი. ნახეთ, კარგი. თუ თქვენ დაუშვათ, ფიქრობთ იმას, რომ მე მინდა დავშორდე ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ აქ არის თასების მეფე. შეიძლება თქვენ უყვარხართ ამ ადამიანს დაუშვათ, ან საჯარო გაშლა, მაგრამ აი აქ თქვენ გინდათ გამოსვლა ურთიერთობიდან, ხო? აი თქვენ აქ დაელაპარაკებით ადამიანს სერიოზულად, ეს ადამიანი სხვათა შორის გაიგებს, ხო, თუ დაძაბული იყო სიტუაცია და თქვენ ამას დაასრულებთ, ანუ ამ საუბრით თქვენ დაასრულებთ ამ სიტუაციას, მაგრამ აქ ადამიანი თასების მეფედ გამოდის, გაგიგებს. მიხვდით, გაგიგებს, რომ შენ შეიძლება ემზადები, რომ აი ასე უნდა უთხრა, ისე უნდა უთხრა და არ ვიცი ხა, რომ მაგრამ ეს სერიოზული საუბარი აქ თუ თქვათ, ოჯახის, მინდა განკორწინება და თქვენ უკვე მართლა გადაწყვეტილება მიიღოთ, უბრალოდ ნერვიულობა რატო წავა? იმიტომ რომ ეს საუბარი, რომელიც თქვენ შორის შედგება, ხო, ეს იქნება თქვენთვის უკვე გადამწყვეტი საუბარი და ნამდვილად თქვენ ნორმალურად თქვა დაშორდებეთ, მოდეთ ასე თქვა, გააგებინებთ ადამიანს, დაელაპარაკებით და ადამიანი მიიღებს მაგას ბრძნულად. ეს იმათთვის, ვისაც უნდა თქვა დაშორება, იმიტომ რომ არის ბევრჯერ ესეთი მომენტები, როცა თქვა, ეხლა მე მინდა ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებს, მე მინდა რომ დაველაპარაკო, მაგრამ თქვათ, მაინც აი თქვათ, ვიცი რომ ვუყვარ ვარ, მაგრამ მე აღარ მიყვარს, ანუ არ მინდა ეს, ბევრი სიტუაციებია, ხო, ახლა ჩავღრმავდებით, მაგრამ აი მაგ შემთხვევაში მე გეუბნებით, რომ აქ თქვენ რაღაცას აი იმიტომ გამარჯვებული ვარ, დაძაბული სიტუაცია იყო, всё. და სიტუაცია განიმუხტება. აი აქ უეჭველი რაღაცა გადაწყდება, იცოდეთ თქვენ და კიდე შეიძლება ზოგისთვის, ვისთვისაც თქვენ გქონდათ თქვა, დაუშვათ ახლა აქ ურთიერთობა
მანძილზე შეიძლება ამაზე იყოს რამე სერიოზული ლაპარაკი შეიძლება თქვენს პარტნიორთან დაუშვათ ახლა მიდის სამუშაოდ თქვა სადღაზე თქვენ ეს არ გინდათ ხო აი ამაზეც თქვენ გაარკვევთ სიტუაციას რა შეიძლება მე თქვა იტყოს რომ კი ბატონო ძალიან მიყვარხარ და ნამდვილად უშენო თქვა არ წავალ არ მიღირს წასვლა თქვა ხო ან შეიძლება თქვა დაჟე დაასრულებს თქვათ იქ სადღაც მუშაობაზე დაბრუნდება თქვენთან. მიხვდეთ? აი თქვათ რომ ამდენ ნერვიულობას და ხო, აქ რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება იქნება და შეიძლება ადამიანი იტყოს რომ მართლა რომ აღარ შემიძლია, არ მინდა თქვათ, ხო? და ისე რა ქვია, ხო, აი სხვანაირი ურთიერთობა შეიძლება იყოს. თუ იყო რამე ტყვილი, თუ იყო რამე გაუგებრობა, თუ იყო რამე არა, ეს შეიცვლება. მიხვდეთ? აქ ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ პრინციპში ხა თქვენ გაიგეთ რა, რომ ნამდვილად აქ რაღაცა გაერკვევა ის სიტუაცია, როგორც იყო, აღარ იქნება, აქ შეიცვლება რაღაცა თქვენი შეიძლება ისეთი საუბარიც იყოს, ისეთი გადამწყვეტი დაუშვოთ, მნიშვნელოვანი საუბარი შეიძლება მოხდეს, აი აქ, რომელიც მართლა კიდე უფრო გაგიადვილებს, გაგიასნებს თქვათ სიტუაციას, გამიგეთ, აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება საუბარი გქონდეთ თქვენ, რომელიც ნამდვილად შეიძლება მოგიტანოს, შეიძლება კი არა მოგიტანოს შველა რა, ანუ ყველას თავისი შველა აქვს რა. გამოდიხართ. აი რაც თქვენ გულს ტკენდათ, ხო, რაზეც თქვენ ახლა ნერვიულობდეთ, იცოდეთ, რომ აქ ეს სიტუაცია გაერკვევა, აქ შეიძლება ადამიანი რაღაცას გეტყვეს თქვენ, რასაც არ იცოდეთ თქვენ, რაღაცას აქ კიდე ამ კვირაში შეიძლება რამესში გამოგიტყდებათ ეს ადამიანი რა. იმიტომ რომ შეიძლება აი რატომ ვერ მოვდივარ თქვათ რაღაცას გეტყვის, გამიგეთ. აქ სხვათა შორის კიდე ვიღაცის იქნება როგორი ინფორმაცია იცით, თუ დავუშვათ თქვენი ქმარი თქვათ ან ღალატობდეთ და თქვენ ფიქრობდეთ რომ თქვათ ახლა ეუბნებით მაგას რომ თქვათ მე ვიცი რომ შენ მე მღალატობ ის გეუბნებათ რომ არა შენ ახლა ვიღაცა მოგატყვა გავჭი ამას გაარკვევთ რა ამ სიტუაციას აქ და თვითონ ეს ადამიანი მოგიყვება თქვენ ყველაფერს და გაარკვევთ ანუ რაღაცა საიდუმლოს გაიგებთ რა ესეც არის რა აქ ზოგისთვის იქნება ძალიან კარგი სიტუაცია, რომ თქვენ შეიძლება დაჟე აქ ისეთი სასიამოვნო, კარგად დამთავრდება, ყველა ვარიანტში კარგად დამთავრდება ეგ სიტუაცია, რასაც ელოდებოდეთ და რასაც გულით წყდებოდეთ, იმას მიიღებთ თქვენ. აი, რასაც ვერ ყიობდეთ შეიძლება, ხო? არ იცოდეთ და აი ძალიან გაგეხარდებათ. ძალიან გაგეხარდება და ძალიან კმაყოფილი იქნებით. ანუ ბოლო ამ ისტორიის ნებისმიერ ვარიანტში რაც მე აქ ვთქვი, იქნება ძალიან კარგი. ანუ თქვენთვის სასარგებლოდ ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენ ძალიან დიდი გულით და სიყვარულით გისურვებთ.